ეს ვიდეო ბლოგი ქალებზეა, გულახდილად გეტყვით. ჩვენი ქვეყნის ქალბატონებზე. და მე ასე ვიწყებ, კი არ ვუპირისპირებ ერთმანეთს, შეპირისპირებას კი არ ვახდენ, მაგრამ მინდა ავხსნა, რომ ნამდვილი საქართველოს სად არის, ნამდვილი ქართველი ქალი სად არის. თქვას ეროვნების მიხედვით უნდა გამოარჩიოს საქართველოს მოქალაქე ქალი, დედა სად არის. და როგორი საქართველო გვინდა ჩვენ. აქეთ მხარეს არის ნამდვილი ქალების, გენდერულად არ გულისხმობ შესაძლოა ხო გენდერულად ამაზე კი არ ვახვილებ ყურადღებას. მოქალაქე ქალების, მოდი ასე ვიტყვი, უფრო სუსტი რო ვიყო, მოქალაქე ქალების, დედების, მეუღლეების, შვილების საქართველო. ხოლო იქით არის ასე მაგალითად მაკა ასათიანის ლამაზი ქალისგან არა, მაგრამ ლამაზი ქალი მაკა ასათიანის, მაგრამ რუსული საქართველო. იქით არის თეა წულუკიანის საქართველო. იქით არის მაკა ბოჭორიშვილის საქართველო. იქით არის ვინმე გრეტა წიწავას საქართველო. იქით არის ნინო წილოსანის საქართველო. იქ არის აქვია იმ გოგოს მარიამ ქრივიშვილის თარჯიმნად რომ დაუდგა ბიძინა ივანიშვილს იმ მარიამ ქრივიშვილის და სხვათა იმ აბერიძეებზე და სხვებზე აღარაფერს ვიტყვი, ანუ მონაქალების ასე ვიტყვი. მონობა რო უნდათ, თანასწორნი რო არ არიან მამაკაცებთან. იმ ქალების საქართველო. აქეთ კი კვლავ ვიმეორებ არის ასე მაგალითად მარინე ჩიტაშვილის ცოდნა და პატიოსნება, ცოდნაზე და პატიოსნებაზე დაფუძნებული ქვეყანა. აქეთ არის ქეთა ციცქიშვილი, ხომ იცით ვინც არის, აი ჩემი კოლეგა, რომელსაც 12 წლის შვილი ხოლია, რომელმაც ჩახედა მოსამართლეს თუ ვინც არის იქ ფსევდომოსამართლეს თვალებში და უთხრა, რომ მე შენი შვილის გულისთვისაც ვდგავარ უსტაველზე ყველას მომიტევეთ თქვენ, მაგრამ ვერ გავიხსენებ ვინც შემომახსენდა, ვინც გამახსენდა მათზე გავამახვილებ ყურადღებას. აქეთ არის კვლავ ვიმეორებ მარინე ჩიტაშვილის, აქეთ არის ქეთა ციცქიშვილის საქართველო, აქეთ არის ნინო დათაშვილის საქართველო, რომელსაც წარმოუდგენლად საშინლად მოეპყრა ეს არა გზადების, ასე ვიტყვი, არა კაცების და ესე ტერმინი ხომ არ არსებობს, არა ქალი, მაგრამ არა ქალების ხო საქართველო. აქეთ არის გულახდილად გეტყვით მსახიობ დონარა გვიტიშვილის საქართველო. დონარა გვიტიშვილი ბევრმა იცის, ბევრმა არა, მაგრამ დონარა გვიტიშვილი ახლა უკანასკნელ შეიძლება უკანასკნელ წუთებს, საათებს ან დღეებსაც ითვლის და მძიმე დიაგნოზი აქვს ქალბატონს და უკანასკნელი სურვილი მისი არის პატიმრობაში მყოფი შვილის ნახვა და ბევრისათვის საყვარელია ქალბატონი დონარა და უმძიმესი დიაგნოზით კვლავ ვიმეორებ სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის მისი ერთადერთი სურვილი არის რომ აცოცხლებს ის არის რომ მან ნახოს შვილი გიორგი ხოსროშვილი და სახელმწიფო წოდებული ბანდა გიორგი ხოსროშვილი პატიმრობაშია არ აძლევს მას ამის შესაძლებლობას. იქნება თუ არა ეს დამშვიდობება, შესაძლოა იქნება ეს დამშვიდობება, მე ვერ გეტყვით. მე ვიცი რომ უნდა ნახოს 15 წუთით, 9 საათით დედამ შვილი მომაკვდავმა დედამ შვილი უნდა ჩაიკრას გულში და ისე უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან მერქი. აქეთ არის ქალბატონი აზა ჩალიჩავა, 71 წლის ქალის აფხაზეთიდან ქალის საქართველო, რომელმაც რა არ ნახა აფხაზეთში, სიკვდილს ჩახედა თვალებში და იქით არის პოლიციელი, მამაკაცები ასე ვიტყვი ახლა, მაგრამ გაყინულსახიანი მაკა ბოჭორიშვილი, გაყინულსახიანი თეა წულუკიანი, გაყინულსახიანი რიმა ბერიძე, გაყინულსახიანი ნინო წილოსანი და ყველას ვისაც ქალი ჰქვია და ვინც გენდერულად გასაკვირველია ქალია, ხო იქით მხარეს მყოფები, ექსპერტებად წოდებულები თუ მსახიობებად წოდებულები თუ დეპუტატებად წოდებულები თუ ასე შემდეგ ვერ ჩამოასახელებ, ვერ გაიხსნი. იქით არის ეს რუსული საქართველო და თავის ქალებიან, კაცებიანა და აქეთ არის ქალბატონი დონარა, კი ქალბატონი დონარაც სასაკვირველია და ასევე ქალბატონი აზა ჩალიჩავა, რომელიც 19 ოქტომბერს პირბადის კეთების გამო პოლიციამ ადმინისტრაციულ საბართალ დამღავათა ორქია შეადგინა მის წინააღმდეგ და 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება ქალბატონ აზას. აქეთ არის საქართველო ნამდვილი და იქით ახლა მე ვიტყვი ვისი საქართველოა და მე გეტყვით ამას ღიად, თამამად
ვისი საქართველოა, ვინ არის მთავარი მედროშემეთქი ქალებშიც, კაცებშიც, ჩვენი საზოგადოებისა, ჩემი ღმარწმენი და მე არ მომერიდება კი არა ღიად ვისაუბრებს ხადია. ამაზე ეს არის ჩვენი ყველას ჩვენი მზია ამაღლობელი ყავს ესე ვიტყვი და ეს არის მზია ამაღლობელი და მე წაგიკითხავთ რაც მოხდა დღეს სწორედ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ჟურნალისტი და მედია მენეჯერი პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ევროკავშირის წარმოუდგენელი ამბავია ეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს სახაროვის პრემიის ლაურეატი მფლობელი გახდა მასთან ერთად პრემია მიიღო ბელარუსელმა ჟურნალისტმა ანჟეი პაჩოტბუტმა სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისათვის და აღიარებს და ეხმარება იმ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩატაილი სიტყვის თავისუფლების, აზრის თავისუფლების დაცვის საქმეში და მზია ამაღლობელს გარდა იმისა, რომ აზრის სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლების მებაირახტრე მედროში არის ჩვენ სინამდვილეში, ის არის სინდისი სხვებთან ერთად ცხადია ჩვენი ქვეყნისა სწორედ იმიტომ, რომ იმ რაგვარიც იყო იმ მილიციელ პოლიციელს ხელი აარტყა და განა არ დააშავა ბჭყალებში რასაკვირველია ფორმალისტური რუსული გაგებით, მაგრამ მისი სახით დგებუაზის სახით მან მზიამ ხომ აარტყა ხელი სისტემას ესოდენ რეპრესიულს, ესოდენ სასტიკს, ესოდენ რუსულს, ესოდენ საბჭოურს, პოსტსაბჭოურს, ესოდენ დიქტატორულს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გაამეფა ბიძინა ივანიშვილმა. სახაროვის პრემია 88 წელს დაარსდა და საბჭოთა დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს. პრემია აღიარებს ისეთ სფეროებში გაწეულ ძალისხმევას, როგორც არის გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები და კანონის უზენაესობა, სილის გაწვდა სახაროვის პრემიის მზია ამაღლობელისათვის გადაცემა, მიცემა ევროკავშირის მიერ, ევროკავშირის მხრიდან ქართული რუსული ოცნებისათვის, რომელიც კიდევ ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებული არ ახანია, მაგრამ კიდევ ერთ ეპიზოდში და ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდში ამ ქვეყნის ისტორიისა მარცხდება ისტორიულადაც ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ დონეზეც, იმიტომ რომ პაპუაშვილნი წავლენ და წამოვლენ, წყალნი წავლენ და წამოვლენ, კობახიძენი წავლენ და წამოვლენ, მაგრამ ზიას სახელის დარჩება, ევროკავშირის დარჩება, სახელმწიფო დარჩება, თავისუფლების იდეალი დარჩება ყოველთვის, ვიდრე ეს პლანეტა იარსებებს და ვიდრე იარსებებს ამ პლანეტის ერთი მშვენიერი გეოგრაფიული სივრცე საქართველოს სახით სახაროვის პრემიის ყველაზე გავლენიან მფლობელთა შორის წარმოიდგინეთ ვინ არის რა მასშტაბის ადამიანზე ვლაპარაკობთ არის ნელსონ მანდელა პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი რუსი ოპოზიციონერი ნავალნი 22 წელს პრემია გადაეცალეთ 22 წელს თლიანად უკრაინელ ხალხს გაწია რუსეთის წინააღმდეგ გაწეული წინააღმდეგობისათვის და მე გაწეული წინააღმდეგობისათვის და ბრძოლისათვის მე ვულოცავ უშუალოდ მზიას რასაკვირველია მე ვლოცავ ნეტგაზეთსა და ბათუმელებს მის დამფუძნებლებს ვულოცავ ადამიანებს რომლებიც ქორივით დასტრიალებენ არა მხოლოდ მზიას არამედ არწივის მზერით გადმოხედავენ ხოლმე თლიანად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და უდრეკად მზიასი არ იყოს დგანან თავისუფლების სადარაჯოზე თან ბათუმელების და ნეტგაზეთის უმაღლეს სტანდარტს ინარჩუნებს ჟურნალისტიკისა ჩვენ სინამდვილეში როცა ძალიან რთულია, უკიდურესად რთულია ეს სტანდარტების დაცვა ჩვენს და არც თუ ბევრი გამოცემა, ონლაინ გამოცემა, ამგვარად გამორჩეული სტანდარტებ დამცველი ხო მზიას ხო რასაკვირველია ვულოცავ ადამიანებს, რომლებიც მზიას მხარ და მხარ მოდიოდნენ წლების განმავლობაში და მოდიან ახლაც არიან რამისი საზოგადოებრივი ვექილები, საზოგადოებრივი ადვოკატები, ჩემს კოლეგებს უმრავლეს შემთხვევაში, რომლებიც არიზარებდნენ და მიდიოდნენ თბილისი, ბათუმი, მერე ბრუნდებოდნენ მეორე დღეს, მესამე დღეს ისევ მიდიოდნენ აქციებზე, იდგნენ წვიმასა თუ ავდარში და იმიტომ კი არა რომ ზია სახაროვის პრემია მიეღო, სახაროვის პრემიაც არ არის აქ მნიშვნელოვანი ეს დაფასებაა უბრალოდ ერთი ჟურნალისტისა, არამედ იმიტომ რომ ისინიც სხვების არ იყოს იყვნენ თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის და მზიას სადარაჯოზე მზიას იცავდნენ და მზიას სახით იცავდნენ ამ ქვეყნის პერსპექტივას განვითარებას სხვებზეც რასაკვირველია შეიძლება ითქვას ანუ სხვა სინდისის სხვა პატიმრებზე რომლებიც გამოკეტა დილეგში და რომლებიც არიან მძევლები პერსონალურად ბიზინა ივანიშვილისა მე ვულოცავ მზიას და კიდევ ერთხელ ვამბობ მაშ როგორი საქართველო გინდა შენ პატიოსანო მაყურებელო როგორ საქართველოსზე ოცნებობდი როგორი საქართველოსკენ ისწრაფვოდი როგორი გინდოდა რომ ყოფილიყო შენი ეს 69000
ეს ხო რაღაც რიცხვებია 69900 კვადრატული კილომეტრი როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყანა და სივრცე კაცთ მოყვარე ქვეყანა და სივრცე ადამიანთ მოყვარე ქვეყანა და სივრცე ესეთი ტოლერანტული ხელგაშლილი გულგაშლილი კეთილი კეთილშობილებაზე დაფუძნებული თუ ბანდიტი რომელიც ჭამს ბანდიტი რომელიც ამ ჭამას ქალია თუ კაცია ამართლებს მერე კიდე სხვა ჭამს მერე აღებ მიცემობით არიან დაკავებულნი და ასე შემდეგ აქ 16 თუ 20000 ლარზე კი არ ვლაპარაკობ ვისაც აქვს ხელფასი 1-ს მეორეს მესამეს მე100-ს თუ 40 მე100-ს ხო 4300-ს ამაზე კი არ ვსაუბრობ კონდეთ რამდენიც უნდათ მაგრამ სხვათა გაუბედურების სხვათა გასაწყლების სხვათა დაჩაგვრის სხვათა განადგურების და გადანადგურების ხარჯი აქვს უმრავლეს შემთხვევაში ეს მოპოვებული ეს მიწიერი სიამეები ქართული ოცნების ბანდა ჯგუფთან მყოფ პირებს შემოკრებილებს ბიძინა ივანიშვილის როგორც თავარი გამხმარი ამასთან რა ქვია იმ ხეს ბაობაბის გარშემო დიახ გახმა ბიძინა ივანიშვილი იმიტომ რომ მას შეუპირისპირდა მორალურად მტკიცე ადამიანთა მთელი ასეულები რომლებიც მიდიან პოლიციის განყოფილებაში და ეუბნებიან მე ჭამსვი მე ვარ დამნაშავე და ეს აი ჩვენ რო ცოტნე გადადიანი გვახსენდება ან ძველი ისტორიები გვახსენდება ასე მაგალითად გლადიატორ სპარტაკისა ხო და ფილმიც კი დუგლასის მონაწილეობით გვახსოვს და ეს ისტორიული ფაქტიც აი რომ წამოიყვირებს სპარტაკი რომ მე ვარ სპარტაკიო და ნახევარი ლეგიონი ადგება მე და ისინიც იტყვიან რომ ჩვენ ვართ ასაკვირველია სპარტაკები ვაქ სპარტაკები ცოტნე დადიანები აი შენს სინამდვილეში არიან ადამიანები რომლებიც შეგნებულად მიდიან ციხეში იმიტომ რომ მეორე არ წავიდეს და თუ მეორე წავა მე მესამე არ წავიდეს და ასე შემდეგ და ასე გაუტეხავად აჩვე გაუტეხავად წარსდგენ ისტორიის წინაშე წარდგენა კი ძალიან მნიშვნელოვანია ისტორია ხანდახანზე ხშირად ხანდახან სხვადასხვა დამდობიც არის და იმდენად რამდენადაც ფრჩხილები არ იხსნება მაგრამ ხანდახანზე ხშირად ისტორია დაუნდობელი არის თავისი გმირების თუ ფსევდოგმირების ვითომ გმირების თუ ნამდვილი გმირების მიმართ კი რასაკვირველია ამ უკანასკნელთა მიმართ არის რასაკვირველი არა თუ დამდობი არამედ ობიექტურად შემფასებელი მათი ღვაწლისა ისტორიულ ღვაწლს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და თუ ფრჩხილი არ იხსნება და ვინ წინააღმდეგია ამ ფრჩხილის გახსნისა ან ლუსტრირებისა ასე ვიტყვი და ვინ კი მომხრე ხო არ იხსნება კონიუნქტურისა და იმის გამო რომ საზოგადოებამ იმ არსებულმა გენერაციამ დამატებითი ტრამვები არ მიიღოს და არ ეთკინოს როცა გარკვეულწილად ღმერთებს ბჭყალებს ჩასასწრებს რასაკვირველია შეექმნათ მიზეზთა გამო რაღაცა განსაკუთრებული სახელი თორე რო გაიხსნას ფრჩხილები ვინ იცის რა ცუდ ამბებს აღმოვაჩენთ ასე მაგალითად გასული საუკუნის 30-იანი წლების შესახებ თუ თაობაზე და იმ პირებზეც ვინც ჩვენ გვეგონა და შეიძლება ახლაც არიან ან ახლაც გვგონია რომ არიან კლდენი და კლდენი არ იყვნენ აი კლდენი ვინც არიან აი ვინც წერს დღევანდელ ისტორიას სწორედაც რომ ჩვენი დღევანდელი თანამოქალაქეები არიან და ქალები კი მათ შორის განსაკუთრებით მეთქი მინტოკია რომ მე ხმა მამაკაცებს და ქალებს ერთმანეთსაგან ყოფ არა მე აქ არ გულისხმობ ამ თვალსაზრისით მე აქ გულისხმობ ქალებს რომლებსაც აქვთ უზარმაზარი როლი მისია უფრო ზუსტი რომ იყო თანამედროვე საქართველოს ფორმაქმნადობაში თანამედროვე საქართველოს იერსახის შენარჩუნებაში როგორიც არის ქალი უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ისეთია საზოგადოება როგორიც არის ქალი ისეთი იყო საქართველო ასე მაგალითად ისედაც ითვლება საქართველო თუ იქგან არ იყვნენ მოღალატეები ასე მაგალითად რომ ვამაყობთ ყველა სეგმენტის წარმომადგენლები მაგალითად ქეთევან დედოფალზე რომ საუბრობთ ან სხვა ვინმეზე რომ სავლაპარაკობთ ასე მაგალითად 9 ძმა ხერხეულიძის დედაზე ჩვენ ვლაპარაკობთ 9 ძმა ხერხეულიძე აბა არ ყოფილიყო ეს ქალი ისეთი როგორიც იყო დედა 9 ძმა ხერხეულიძე სულაც არ იქნებოდა საქართველოს იერი მაშინდელი შექმნილი საქართველოს იერი ასეთად შექმნილი ჩვენს დროებაში რომ არ ყოფილიყო მარო მაყაშვილის მაგალითი არ იქნებოდა უფრო ღარიბი იქნებოდა მოდი ასე ვიტყვი ჩვენი წინააღმდეგობა გასული საუკუნის 20-იან წლებში და ბევრის და კიდევ ბევრის დასახელება რასაკვირველია შეიძლება რომ არ ყოფილიყო 99 წლის 9 აპრილს სწორედაც რომ ქალთა მხრიდან თვით შეწირვა მსხვერპლად გაღება დედების, შვილების,
ტების მეუღლეები წავიდნენ ხო იმიტომ კი რომ კაცმა იქ და ამუხრუჭა და არ წავიდა მაგრამ ქალებმა თქვეს რომ ჩვენ ვდგავართ აი დედები ვდგავართ აქ პირველ ხაზებში ჩვენ ჩაგვარტყით ეს ორლესული საბჭოთა ოკუპანტებო ორლესული ნიჩბებიო თქვენ ჩვენ დაგწამლეთო და კი დაიწავლნენ კიდეც ისი თქვენ რომ 20 არ მინდა შემეშალოს ზუსტად 20 ქალბატონი პატარები და დიდები და უფრო იუდეები დაიღუპნენ სწორედ 99 წლის ამიტომ 99 წლის 9 აპრილს ამიტომ განსაკუთრებული ფენომენი არის ქალის ფენომენი ჩვენ სინამდვილეში აკი ამიტომაც რაღაცა ეხლა იქ რო გადავარდე და ვილაპარაკო ღვთისმშობელი რატო გვიყვარს ამასაც ესეც მოითხოვს დაახლოებით 10-15 წუთს თუ მეც არა ხო წაიღებს 10-15 წუთს და თუ მეც არა ამიტომ ჩვენ ვართ რასაკვირველია ამ და ყველა ვერ ჩამოვასახელე ჩვენ ვართ ნინო სვანიძის ქვეყანა რომელიც ნახე წინა დღით ვიდრე გადაკეტავდა რუსთაველის გამზირს და იტყოდა რომ მე გავდივარ ჩემო ირაკლი და მე იქ შუა რუსთაველზე უნდა ვიდე მე ჩვენ ვართ ჩვენ ვართ ელენე ხოშტარიესი რომელიც აძრა ხო შვილები ყავს პატარები და აძრა და მაინც დაწერა კალაძე რაღაც ბანდიტი თუ რაც დაწერა და ასე შემდეგ და აბსოლუტურად შეგნებულად ბევრმა დაუწუნა ბევრმა არ მოიწონა მაგრამ ასეა ცხოვრება მოწყობილი ადამიანები და ქალები გვაძლევენ მაგალითს ხშირ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ კაცთა როლს მამაკაცთა როლს ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ერთნი ვართ, ასე ვიტყვი, ერთად ვართ, რასაკვირველია და მადლობა მინდა აი ამ განსაკუთრებულ ქალბატონებს, მე მინდა რომ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, არ მინდა გამორჩეს ქალბატონი ასე მაგალითად 100 წლის, აი წელს თუ გაისათ რომ გახდება 100 წლის ქალბატონი ზექალა შანიძე, რომელიც ესეთი მეციხოვნეა ქართული სიტყვისა, ქართული ენისა, მე არ მინდა გამორჩეს 100 წელს მიახლოებული ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, მე არ მინდა გამორჩეს სხვები და მე მინდა მათ მადლობა გადაუხადო და უპირველესი მადლობა კი ამ შემთხვევაში აი კიდევ არა მხოლოდ ქალთა, არამედ ზოგადად ქართული საზოგადოების მედროშეს მზია ამაღლობელს, რომელიც დღეს დააჯილდოვეს ანდრეი სახაროვის საერთაშორისო პრემიით, ევროკავშირის პრემიით, არც ერთ ქართველს არ ღირსებია სული სიტყვა, ხო არ მიუღია ამგვარი ესოდენ სერიოზული დასავლური ჯილდო საკუთარი საქმიანობისთვის, საკვირველია, მაგრამ პირველ ყოვლისა სიმტკიცისათვის და სიამხრივაც გამორჩეულია დროშა უჭირავს სია ამაღლებელს დროშა გვიჭირავს ჩვენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ კაცი მამუკამდინარაძეებისა და ქალი თეატრულუკიანების მიერ შექმნილ საბჭოთა რუსეთულად მოწყობილ საქართველოს ანუ გრუზიას დავამარცხებთ ჩვენშიც და ზოგადადაც და ვიქცევით ნამდვილ საქართველოს. ასეა ეს. გქონდეთ ამის იმედი. ნახვამდის.